საქართველოს უბედურება ის არის, რომ იგი შიმშილობს და ამ შიმშილობაში, სულიერი შიმშილობის გამო იგი ისე გარდაიცვლება, რომ აღმოჩნდება ჯოჯოხეთში. ჩვენ რო ვიბადებით, ფიზიკურ შიმშილობას მომენტალურად ვიკმაყოფილებთ, ინსტინქტები მუშაობს, გვივლიან, გვეხმარებიან მშობლები, წინაპრები და ვინც არის ხდება ოჯახის წევრები, მაგრამ სულიერ საკვებს არავინ არ გვაძლევს ჩვენ. სულიერი საკვების მომცემი არ არის ადამიანი. სულიერი საკვების მომცემი თავად ღმერთია და სწორედ იმან დაგვიდო ეს წერილი მისი და მისი სიტყვები მართლაც ის არის, ხომ სულიერი საკვები არის. აქ ლოცვაში მეექვსე თავი მათესთან არის ესეთი მუხლიც, პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს. მატერიალურ პურზე კი არის ადამიანს ახლაპარაკი მოიაზრება, ეს უფრო ფართო ცნება აქვს. ხო, ამ მატერიალურ პურს შეჭამ მაინც მოგდები. ყოველდღიური ნახეთ საკვები ჩვენი სულიერი, საღვთო წერილი ღმერთი რო გველაპარაკება. ხო, ხე პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს დანუშეგვიან ჩვენ განსაცდელში. არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. ნახეთ, განსაცდელში შეყვან და ბოროტი სატანაა. აგვარიდეს, ვთქვათ, მაცდუნებელი. ეს ორი მუხლი ძალიან ძლიერი არის, ხო? მეექვსე თავი მათესთან ეს მამაო ჩვენო. ეს კი არის დატანებული მანდ, მაგრამ რო გითხულობთ, რა ვიცი ახლა, თუ ამაზე არ დაფიქრდა ადამიანი და გარკვეული წარმოდგენები არ შეიქმნა რეალური, ისე მისი სულიერის და გამორიცხოთ. ხედავთ, ფიზიკურ შიმშილობას ადამიანი ყველანაირად ცდილობს ეს დაიკმაყოფილოს და თუ ადგილზე არა სადღაც გაიქცევა. და მაინც დანაყრდება და ამ სულიერ შიმშილობას მოთხოვნილება არა გაქვთ სულიერი შიმშილის? ანუ რომ მკვდარია ადამიანი. როცა მკვდარია ადამიანი, მას ფიზიოლოგიური საჭმელი არ ჭირდება, ხომ? სულიერად მკვდარ ადამიანს სულიერი საკვები არ ჭირდება. მხოლოდ გაცოცხლებულს ჭირდება სულიერი საკვები და როცა ადამიანი ქრისტეში იბადება, აი მას აქვს მოთხოვნილება სულიერი საკვების. და ეს მამოუჩვენოს ლოცვა სწორად ეხება ახალდაბადებულ ადამიანს. რო ვართ ისევ ამ ქვეყანაში და ღმერთო არ შეგვიყვანო განსაცდელში და პური ჩვენი არსობისა მოგვეჩვევ, პური სწორედ არსობის არის ღვთის სიტყვა. ასევე წყალი, სიმბოლო ბიბლიაში წყალი ღმერთის სიტყვისა, საღვთო წერილის სახით. აი ამ შიმშილობას ადამიანი ვერ გძნობს, იმიტომ რომ მკვდარია. აი მიცვალებულს შია, მიცვალებული ჭურჭეში და შია იმას. ვერ გძნობს, იქ სხეული დევს. ასევე ჩვენ სხეულში მკვდრად რო დავიბადეთ, ვერ გძნობთ მოთხოვნილებას სულიერი საკვების, იმიტომ რომ სული დაშორებულია ღმერთს და სული დარია ბრჭყალებში. აღდგომის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ იესომ უნდა აიღოს ეს თავის თავზე, რისი მეშვეობითაც ჩვენ მოგვდით ცოდვის გამო, ღმერთს დავშობდით და ჯვარიზე უნდა გაიტანოს, რათა ჩვენ გავცოცხლდეთ და იგი აღმდგარი იესო, როცა მოდის გვეუბნება, ვინც ჩემში, აი ჩემში, ესე იგი კვდება, ჩემშივე ცოცხლდება. მაშინ როგორ უნდა მოკვდეთ? ჩვენ რწმენით ვატანთ ჩვენ ცოდვილ ბუნებას, მას მე როცა ვაღიარებ ჩემ ცოდვილობას. და ეგ არის უდიდესი სასწაულია ქრისტიანობაში. არც ერთ რელიგიურ წიგნებში სასწაულები არ ხდება. არანაირი სასწაული არ არის ყურანში, მუსულმანებთან სასწაულები არ არის. არც ინდუისტებთან არ არის სასწაულები. ეგ მკითხაობა დაშვებულია და რაღაც, მაგრამ აი ეს სასწაულები გამორიცხულია. ყურანში ვერ ნახავთ თქვენ სასწაულს ახდენდეს მუჰამედი. ხო, მით უმეტეს ფილოსოფიური ლიტერატურაც გამორიცხავს სასწაულებს. და სასწაული არის ზე რეალობიდან შემოსვლა ღმერთისა, სხვას არ შეუძლიება, ვერც ადამიანი ვერ შემოვა ზე რეალობიდან აქ. გადავიდნენ საიქიოში და არ შემოდიან. მხოლოდ ღმერთს აქვს ეს მისია ყველაფერი და სწორედ აი ამ სამყაროში იგი ადამიანური ფორმით, განსხეულებით შემოვიდა. რათა ჩვენ მასთან მივეყვანეთ იმ სასწაულით, რომელსაც ქვია ცოდვის აღება და რისხვის დატეხვა მამისა, ძეზე
და აქ თავმოყრილია ყველა ის ადამიანები, ვინც რწმენით გააიგივებს თავის თავს იესოსთან და გაატანს ცოდვილ ბუნებას. შენ თუ დარჩი ცოდვაში, გამოუსყიდველი ხარ. იესო ქრისტე უცოდველია, მაგან უნდა აიღოს ეს. ეგ არის უცნაური. ამ ერთ ადამიანს ეგ არ შეუძლია, იმიტომ ღმერთი როგორ მოხდა, რომ ადამიდან მოყოლებული ბოლო ადამიანამდე, ვინც დაიბადება, ყველა თავმოყრილია იესო ქრისტეში, თავისი ცოდვილი ბუნებით და ვინც ამას შეგნებით აღიარებს, აი ამას რისხვა აცდა. თუ ჩვენც ვაღიარებთ ამას და იესო ქრისტეს გავატანებთ ჩვენი ცოდვილი ბუნება, რომ ვაღიარებთ, რომ ცოდვილი ბუნება და გვიშველე, აი ჩვენ რისხვა აქვს და ამის მერე ქრისტეში ვიბადებით. ქრისტეში დაბადებული ყველა ახალი ქმნილება. ქრისტეში დაბადებული ყველა ქმნილებას შიმშილი აქვს, სულიერი და მოთხოვნილება აქვს თან იყოს. ისე რაც მე ამასთან უკვე ესე ასეთ დონეზე მივედი, მე ვერ დავასახელებ დღეს რომ ამაზე არ მეფიქროს, ამაზე არ მოკლედ წიგნი, აი ბიბლია რომ აი ვიცი რა არის აღარ მინდა, აი ვიცი. ისე ხომ მე მართლაზე პირად ვიცი ეს წიგნი და თუ ვინმეს არ უნდა ამის წაკითხვა, მე არ უნდა მინდოდეს, ხო? თუ ვიცი ყველაფერი ზე პირად ვიცი. თელ სიუჟეტს მოგიყვებით. თავები ვიცი, მუხლები ვიცი, რამდენია, როგორ არის, სულ მაინც წლები ვიცი, მეფეების, სახელების მნიშვნელობა ვიცი 80%-ით მაინც. ესე გაღონა დავიკითხო, მაგრამ მოთხოვნილება რომ მაქვს, აი ეს არის და სულიერი შიმშილი. 10 წუთიანი ხუწვა, როგორც ფიზიკური მოთხოვნილება გაქვს და დგები და მსაუზმეს ჩაის ყავას მიერთმე. აღარ გინდა კაი ხანი. მე კიდე გაქვს მოთხოვნილება, კიდე დღეში 2 ჯერ, ერთხელ 3 ჯერ. არ იყოს არ, მაგრამ მოთხოვნილება გაქვს. ფიზიკური საკვების მოთხოვნილება გვაქვს. იმიტომ რომ ჩვენ ფიზიკური სხეული დავდივართ, აი სულიერი საზდო არ არის ლობიო. არ არის სულიერი საზდო საცივი. ხორციელია. ჩვენ ხო სინთეზი ვარ სხეულისა და სულისა. სული მკვდარია ის ლობიოთი ვერ გააღორწინებ. ვერც გოჭის ხორცით. ვერც კომბოსტოთი და ფხალი და რაც გინდა ჭამეთ ეგ. ამორიცხვა თქვენ სხეული მაინც დალპება. აზრე რა აქვს ვეგეტარიანი ხარ თუ არა ვეგეტარიანი? არ აზრე რა აქვს, ხრწნადი ხარ, მოკვდები. ვერ გაიხანდილებს სიცოცხლეს, ეგ არავინ არ ათქვას. მაინც თქვენი სხეული რომ მოსავთ და კვებავთ, ლპება დღითი დღე. იხსნება და მერე მიწათ უნდა იქცეს. აი ამ სხეულს რაღაც დანიშნულება უნდა ქონდეს. და აგერ ბიბლია გვეუბნება, რომ ეს არის ჭურჭელი სულისა, სადაც ეს ღმერთმა შეიყვანა. და ინდივიდუალობა მოგვანიჭა, ხოლო ღმერთზე დამოკიდებული ვართ. გაწდა რა კავშირი მოკვდა ჩვენი, არ გაქრა. და ვართ ესე რა მიძინებული, კომაშია ჩვენი სული. აი ესო ქრისტემეს გააკეთა, დიდი ქირურგიული ოპერაცია დაჭირდა ამას და რწმენით მე ამას ვიღებ. და ვცოცხლდები ქრისტეში და როგორც ფიზიკური საკვები მჭირდება მე და თანდათან ვაკვირდებით, რომ ფიზიკური საჭმელის მოთხოვნილება მცირდება, არ ქრება, მცირდება. აღარა ვარ პრეტენზიული ეს მინდა როცა ადრე ვიყავი, თავარია საკვები იყოს ახლა. და ისეთი რა, ჰიგიენური და რაღაც ამდაგვა. მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ ძლიერდება სულიერი საკვების მოთხოვნილება. სულიერი საკვები კი მარკეტში არ იყიდება. სულიერი საკვებს არ ჭირდება მიწის დამუშავება. სულიერი საკვები ჩვენთაგან არის 8 წელის მეშვეობით და თუ ეს მოთხოვნილება არ გაქვთ, თქვენ სულიერად ისე მკვდარი ხართ. აი ეს არის კრიტერიუმი თქვენში შეამოწმოთ, გააქვთ მოთხოვნილება სულიერი საკვებისა? ესე იგი რა იგულისხმება ამ საკვების რა ფორმით? შეიძლება წიგნი წაიკითხოთ, შეიძლება მოусმინოთ ამის შესახებ, სრული გიჩნდებათ. წიგნის წაკითხვის აღმერთი რო გელაპარაკებათ, თუ ეს შესაძლებლობა არ არის ფიზიკური ნაკლოვანების გამო, ვერ ხედავთ ან რაღაცა, ამის შესახებ მოსმენა ამაზე კითხვა. მოკლედ დაკმაყოფილება უნდა თქვენ სულს, როცა გაცოცხლდეთ და ეძებდათ აივსებით რა, მაგრათა ხართ რა ისე რა. არ ვიცი გიგრძნიათ თუ არა ეს. თქვა ხმა იმისა რომ წავიკითხე და აღარ მინდა ვიცი. როგორ ჭამა არ გინდა? ვინ იტყვის რომ გუშინ მე ვჭამე და დღეს აღარ მინდა. მოთხოვნილება რო გაქვს. აი ესეთივე მოთხოვნილება აქვს გაღვიძებულ აღორძინებელ სულს, სულიერი საკვებისა, რომლის მზარეული და რომლის მთავარი შეფოვარი არის ღმერთი. და ის გვაძლევს თავის სიტყვით ამ საკვებს და უცნაურია ეს საკვები, უცნაურია, როგორც მაგალითად ფიზიკურად კი არ ყვებავდა მარტო უდაბნოში ღმერთი მანანა რომ მოდიოდა, ხო? მანხუ რა არის ეს? ქართულად მანანა, ებრაული სიტყვა მანხუ. ზეცერი.
სულიც იკვებებოდა ეს. და როგორ მოწყინდა ხალხს რა ეს. სხეული ხომ მაგრად იკვებებოდა, რომ არავის ფეხი არ უსივდებოდა. ერთფეროვანი საჭმელა, ნახეთ ის ხარისხი უნდათ უფრო მაგარი. რა ჯანდებათ მინდა, ნეტა დღესაც ციდან ეს მოდიოდეს, არც მარკეტში მე დავა საჭმელად და არაფერი არ მომიდა, ოღონდ ის მოდიოდეს იქიდან რა. ეს ციური მანანა და ესო იძახის, ეს რა არის, ეს არაფერი არის, მამებმა ხო თქვენმა მამებმა მაჭამეს დაიხოცნენ. და აი ნამდვილი სულიერი საკვები ეს არის, ნახე ვინც ჩემთან მოვა, არასოდეს არ მოშივდება. ვინც ჩვენთან მოვა მწყურვალი, არასოდეს არ მოწყურდება. აი მას ესო იძახის, ხო? თუ ეს ჩემი მგონელია. ხო უნდა დაფიქრდეთ ამ იმაზე, თუ ეს მარტო პოეტური რაღაც მეტამორფოზებია თუ რა ქვია მაგას მეტაფორები თუ რემინეს ეს პოეტური რაღაც ლიცენზიებია? არა, არავითარ შემთხვევაში. რეალობაა, რეალობა. და თითოეული თქვენთაგანი ხართ ტესტი. სხვა რატო უნდა გითხრას? სხვა გეტყვის და ავარდები აეშხები და ხათრით ახლა შეიძლება სუფრაზე რაღაცა შეჭამოთ, მაგრამ არანაირი სრული არ გექნებათ მეორეთი საკვები გაიმეოროთ, რომელიც შემოგთავაზა მასპინძელმა, როცა მის სახლს სტუმრობდით. ხო, აი, გამოიტანეს ხო. და სულიერი საზდო, კაცო. ერთხელ სხვამ გითხრა და იცი რა კარგი მოისმე. წავიკითხე, იცი? და ბავშვობაში რო წაიკითხე ან კიდე 5-10 წლის მერე, მას მერე სული არ გაგჩენია? ესე იგი, მოშებული არა ხარ? სულიერი შენი არსება არ განიცდის შიმშილს? ღვთის სიტყვისა, შეგონებისა და ეს სასწაული, არ ვიცი როგორ ყვებავს ეს სასწაულია მართლაც. და როგორ იზრდება სულიერი ადამიანი და როგორ განახლებას განიცდის დღითი დღე ახალი ადამიანი და ძველი ადამიანი იხსნება. პავლე ხო თქვა, სული წმინდის მეშვეობით. და როცა არასწორი დამოკიდებულება არის და ღმერთთან და ჩვენ ვაქციეთ ზურგი და დავეცით, დავშორდით, ამას რა მოყვება თუ არა მორალური გადაგვარება, რაც სახეზეა ყველგან. და მესამე ნაბიჯი არის უკვე პოლიტიკური ანარქია. აი ეს არის აღწერილი საჯულების იმ თავებში, რომელიც დავასახელე მე-17, მე-18, მე-19, მე-20, რომელიც დავასახელე. ამა კარგად გამოიკვლეთ, როგორ უნდა დაცემულიყო ხალხი ისე, რომ რა დღეს ჩავარდა ლევიტელები, იცით? ლევიტელი დადის და ესე იგი მოსამსახურედ დაუდგა ერთ ოჯახს, მიხას კერპები არის იქა, იმას თავი შვილი ყავდა, მღვდლად გაწესებული და აგერ ლევიტელმა რო ჩამოიარა და სად მიხა კარიერა, მოდი აგერ ჩემთან წლიურ სარჩო საბადებელს მოგცემ, წლიურ გადასახადს მოგცემ, 10 ვერცხლი იქნება თუ სიგარწლიური, საჭმელს გან, მაგრამ მე მსახურე, მე საკუთარი მღვდელი მეყოლება ლევიტელი. როგორ აგავს ეს თანამედროვე პროტესტანტულ აი რაღაც ამბავს. თანამედროვე პროტესტანტის საბჭო, რელიგიური საბჭო მოიწვევს ლევიტელ მღვდელს, ესე იგი პასტორს და იცი რა, უნდა ირბინოს ამის ქეიფზე. იცი რა არის, რაც მაწყობს ის უნდა წაიკითხო, რაც და წადი აქედან. ძალიან მე პროტესტანტულ რელიგიური საბჭო გამოიწერს ეგრეთ წოდებულ ბჭყალებში ლევიტელს, დიპლომიას. ხო და მე თუ აღარ მოიწონები გადაგადებს. როგორ აგავს სხვა იმ მიქასთან რო ის ლევიტელია? ხომ არ გვეშლება? თუ არასწორი ანალოგიებია ჩემი მხრიდან, შეგიძლიათ გამისწოროთ და მოგისმინოთ. ხო. და აღარაფერს აღარ ვამბობ საბჭოთა კავშირი, კი არა, ეს დღევანდელი საქართველოს სახელმწიფოს შემოთავაზებული ლევიტელი რო ყავთ მათ მთელი საპატრიარქო. მის სამსახურში არის და თუ არ მოეწონება სიქასაც გააძრობს. მოკლავენ კიდევაც და დაულუქავენ კიდევაც და კრებსებსაც დაუტოვებენ. ამიტომ ამ საქართველოში ამ ლევიტელებმა ბჭყალებში უნდა თავრობის ქეიფზე უნდა წარმართონ რიტუალები. ხომ არის ეს ძალიან რეალური გიზდები რა, ღმერთი რო ავტორია ეს რასაც ეს ყველა დროის ყველა იმისთვის ქვეყნისთვის სამაგალითო და ჭუის სასწაული სიტყვა, იმიტომ რომ გლობალური ჭუის დამრგებელი ღმერთია ყველასთვის. ერთი ადამიანი ჭუას ვერ დაარიგებს ყველას, ეს დაარიგებს თავის ოჯახის წევრს. და ყოვლის მომწვეული არ იქნება მაგალითად ერთი სახელმწიფოს ჭუის დაარიგება თავი, ის შეიძლება არ აღმოჩნდეს დამრგებელი სხვა სახელმწიფოსთვის. მაგრამ ღმერთი ნახეთ
მაგიტომ არის უნივერსალური ღმერთის წერილი ყველა ადამიანისთვის, მაგრამ ხედავთ ზოგ-ზოგ ერთმეს გადაამუშავეს, გადააკეთეს, რაღაცები ჩამოაშორეს, მიაწეპეს, მოაწეპეს, დაამატეს, გამოაკალეს. ზოგმა იგნორი გაუკეთა მთლიანად გადააკეთო. ხო, არიან, ხო? ერები რომ საერთოდ ბიბლია მიუღებელი. მაგრამ ისრაელი მთელი ტრაგედია იმაშია, რომ ისრაელიერი ამ წიგნს არ იღებს. მთლიანად გადააკეთო. რა არის ახლა მას დიდი ტრაგედია ხო და რა დღეშია მე საწყალი ისრაელი დღეს. ნუ მამიცით ამის მომავალი ბიბლიაზე დაყნოთ ღმერთმა მომიყვა და იმიტომ ვიცი. აი ღმერთის მოყოლილი ამბავი ის იყურება წარსულში, იმიტომ რომ ის მარადილად წყოში არის და მან უკეთესად იცის ვიდრე ჩვენ. ის მეუბნება რომ ისრაელი აღდგება ყველა იმ სივრცეებში, რომელიც მან მისცა თავიდან და ხელი მაგას გაფართოებაზე არ ეზრუნა. გამჯერა მაგისი. მაგრამ აი ხრასაც განიცდის ისრაელი. კი არის ის რისიბალალი ეს. ასევე დასავლეთი, რომელმაც ქრისტიანობა აიღო, როგორც გითხარით, ამერიკა იყო 1928 წელი ეს თიადი დეპრესიის პერიოდია ამერიკაში და ერთ-ერთი სტატია დაიწერა მაგ დროისთვის, რომელიც შემონახულია და რომელიც აგერ ვისაც აინტერესებს გაიცნოს მაგ პერიოდის ამერიკულ ცხოვრებას. ერთ-ერთი პიროვნება ლაპარაკობს ქრისტიანი ქადაგებელი, რომ ჩვენი ამერიკის ხსნა იმაში კი არა, რომ დავძლოთ დეპრესია, რომ ეკონომიკა ავაღბნოთ ეკონომიკა არა. ჩვენ დავიწყეთ ის, რითაც დავიწყეთო. წავიდა ის დრო, დაივიწყეთ ის დრო, როცა ოჯახის უფროსი ოთხშაბათობით შვა დღეზე სამუშაოს დაითხოვება და დაითხოვს თავს თუ გამოთავისუფლდება, მოვასახში დაიბანენ ცოლი, შვილები, დაჯდებიან ურემზე და საჯეროდენ სოფლის პატარა სადღაც ეკლესიის თეთრმე დაჯდებიან და ღმერთს უსმენენ, ქადაგებელს უსმენენ, ღმერთის სიტყვა იესო ქრისტეს და ბიბლიას რომ სწავლობენ და შვილებს რომ ხსნიან. აი ეს გვინდა რა დავაბრუნოთ რომ ამერიკას ეშველოსო. თორე აი ეს რომ ეს იქნება ტექნიკა რაღაცა ჩვენ დავიწყეთ ეგო. როგორ აქტუალურად ჟღერს დღეს ყველა ქვეყნისთვის ეგ. განსაკუთრებით დასავლეთი რომ თამდენ სტრაბახობს ამ ქრისტიანობაზე ევროპა და ალბათ 20-იანი წლების და 30-იანი წლების პასტორები ახლა რომ გავაცხოვოთ გაგაბათ გულ გავუსყედებათ რომ ამერიკაზე დაკანონდა ჰომოსექსუალიზმი ევროპის ქვეყნებში დაკანონდა ამაზე ხმას არიღებს ოფიციალური ეკლესიები ხომ ეს კანონში აიყვანეთ კანონის დონეზე აი ცოდვა შეიძლება კანონის დონეზე ავიყვანოთ ცოდვა შეიძლება გამართლებული იქნას კანონით და ამავე დროს მისაბაძე მაგალითი იყოს ბავშვებისთვის აი ტრაგედია ამას ახლა არ მოყვება მთელი არეულობა? არავინ არ გითხრას რომ ასე არ მოხდება. ასე რომ წიგში ბევრი რამეა გადმოცემული ღმერთის მიერ და აი ეს არის ნამდვილი ისტორია და ის ისტორია თქვენ რო კითხულობთ საქართველოსზე კი ეს არაფერს მოცემე არ არის. აი ეს მაგას კითხულ და ისტორიის ფაკულტეტი დამთავრებული რა ვიცი საქართველოს რა ვიცი მოსახლეობის ნახევარზე მეც ზოგს დაუსწრებლა ზოგს დასწრებლა ზოგს თვითონ არის ისტორიკოსი თვითმაქვია ისტორიკოსი მე რა გეტყობათ რომ საუცხო ადამიანები ხართ ერაში გაინტერესებდა ხლა რომელი მეფე რას აკეთებდა საქართველოს მეფეები იყვნენ ძალიან ბევრი გაახსნილი გათახსირებულები აი თამარ მეფე კაი წაკლა იყო რო იცოდეთ ერთი ქრები ხო იცვალა ზოგი რუსი ყავდა ზოგი ოსი ყავდა არ დაუკლია გახარება სასქესო ორგანოებისა და რა იგივეს არ აკეთებდა რომელიმე თინა ხიდაშელი მან და თავდაცვის მინისტრი რა არაფერი ამის ქვეშ ახალი რა თქვენ კი გააწმინდავით ცოდვის გაწმინდავება ეს მაგარი ცოდვა არ არის საქართველოს ამ სატრაციანომ ყველა წარსული ცოდვის ადამიანები წმინდანებად შემოგტენათ და ლოცულობთ თქვენ ცოდვა დაცემულ ადამიანებზე რომელიც გააკერბეთ და ამ კერპთაყვანიცემლობას რა მოყვება აგრეთვე საჯულების წიგნშიც არის ჩაწერილი ვარგჯერად შემოკარგებო და ჩემზე ნუმბარაზობთ ახლა უირას ლაპარაკობს ეს არის და თქვენი მართლმადიდებლობით ვერან ვერ გადარჩებით იცი რატომ მართლმადიდებლობა არ იცით რა არის ეს რომ არ არის ქრისტიანობა ბევრმა არ იცის შერეული არის ქრისტეს სახელი ჩვენი მართლმადიდებლობა აქვე არის ისტორია და მთლიანად ეს არის საქართველოს წარსული ისტორიის ქებადიდების გამპრევებელი რელიგია და ეს არის კერპი და თქვენი მღვდლები იმ ლევიტელებს გავს რომლებიც კარდაკარ
დადიან სამუშაო მიიღეთ სახში რო ჩაუსახდა კერძო მოდელი რო ყავს მიხას, ხო? ეს მსაჯულების წიგნის ბოლო თავი რო გითხარით. მე 17-18 წელს თავი, ხო? განსაკუთრებით 18 თავი. ხო, ეს ხუთ თავი მაინც თანამედროვლად მიყვება რა, ამას იქ პოლიტიკური ანარქიით თავდება, მე ეს ომი წავიდა და 400.000 კაცი უკვე დაირაზმა, ხო? და როგორია ახლა მწერელი ცხوان ბენიამინის შტოს განადგურება ემუქრება ფაქტორად 25.000 კაცი დაკარგა მან და უკვე გაქრობა გადაგვარება ემუქრებოდა რომ ისევ არ ჩარეულიყვნენ ესენი და ერთ-ერთი ქალაქს რო დაეცნენ თავის და განადგურეს ყველა ქალები 400-მდე ქალი წამოიყვანეს გაუთხოვარი ქალები ამათ მისცეს იმიტომ რომ აღთქმა ქონდა დადებული ჩვენ არც ერთი ქალი არ მივათხოვოთ ამასო აი როგორ აირია ისრაელის ცხოვრება ეს ერი რომელიც ხვდებით აი მოსერო აგერ როგორ ემშვიდობება თავის ახალთაობის ეს რჩება გამოღმა ნაპირზე და იქით შეაცილებს ისუნავინის თამადობით ქანაანის ტერიტორიაზე და რატომღაც ისინი არ გააფართოებენ ტერიტორიას მიცემულ ტერიტორიას და დაიწყება მთელი არეულობა მერე ხო თან 350 წელი არ არის პატარა დრო რო არეულობა იყოს ასევეა საქართველოს ისტორია მე-12 საუკუნის მერე ხო ჯერ კიდე არ ვიცით მე-12 საუკუნე რამდენად იყო საკეთილდღეო რაღაცა მართლობა მე არ ვიცი აწერი ეგ თუნდაც რომ დავეყდოთ ამას მე-13 საუკუნიდან უკვე საქართველოს გადაგვარების გზაზე დგას და ეს არის სწორედ 400 წელი თითქმის 400-500 წელი აი საჯულების პერიოდი 350 წელი 400 წელი რა როგორ დაეცა და ეს არის გადამოცემული ამ წიგნში და მე პატარა ჩანართიელი 4 თავიანი წიგნისა მაგ პერიოდში რუთი შიმშილობაც ოჯახი მიდის მოაბში დროად განწყობილი სააც არის შედარებული ეს თვითონ ეს ქვეყანა შედარებული ეს ადგილი ფეხის საბან რაღაცა ნიჟარას ნაგავს ურნას აიქ მიდიან ბეთლემი პურის ბეღელიდან საქებარი პურის ბეღელიდან ესე ქვია ბეთლემის იუდეას ნოემინის ოჯახი და 10 წლის შემდეგ უკან ბრუნდება ქრივი დაქრევებული და იქიდან რძალი მოყვება რუთი აი ეს მაგ პერიოდში დაწერილი და მე ამ წიგნის მერე გადავდივართ მეფეთა პირველი წიგნი რომელიც 31 თავიანი არის და მონარქია იწყება ხო და აგერ სამუელი პირველი წინასწარმეტყველი და მსაჯული ბოლო მსაჯული მაგენ ხალხის რაღაცა მოთხოვნით ღმერთს მიმართავს რომ აბატონო კარგი დაუნიშნოთ მეფე მაგრამ გავაფრთხილოთ რა მოყვება ამას და პირველი მონარქი საული ხო მას მოყვება დავითი მერე სოლომონი ეს არ გამოდგება ჯვრის სასწავლებლად თუ ეს ძველი წიგნი ებრაელებისა თქვენ გჯერათ ეგა ებრაელების წიგნია მართლა ეგა აბა რატო არ წერია იქ ებრაელების წიგნია და რატო წერია ეს რომ ყველასთვის ეს არის სული წმინდით დაწერილი წიგნი ყველასთვის როგორ გამოვიყენოთ ვარიგებს გწოთნის გვამხელს გვასწავლის ხო და ჩვენ გაზველი მხილებული ჭკვადარიგებული და რაღაცა ასევე რომ ვლაპარაკობთ სხვას იგივეს გადავცემთ ჯერ ჩვენში მერე სხვაში არ გიჯერა ასე რომ მოთხოვნილებაში თუ არ გაგვიჩნდა ამისი ჩვენ დაბადებული არა ვართ და ჩვენ ისევ ლევიტელებს ვემსახურებით გადაგვარებულს რომელიც სამსახურშია სახელმწიფო სამსახურში და სახელმწიფოს ყავს დაქირავებული ისე როგორც მიხამ დაიქირავა ლევიტელი მღვდელი კარდაკარო დაწანწალობდა და სამუშაო თუ არა გაგერმოდი სახში და ახარებული მიხა საკუთარი მღვდელი რო ყავს და კერპთაყვანისმცემელია კერპებს ეთაყვანება ეს მანამდე თავი შვილი იყო ახსოვთ ეგ ადგილი თუნდაც წავიკითხოთ. მოდი ახლა შევეცადოთ ტექსტს მივაკითხოთ და წავიკითხოთ საჯულები. წიგნის წავიკითხოთ არ გვაწყდეს. მე-17 თავი დავიწყოთ, მე-17 თავით. საჯულნი მე-17 თავი. იყო კაცი ვინმე ეფრემის მთაში სახელად მიქაიაჰუ. უთხრა დედას, შენ რომ 1000 ვერცხლი წაგიღეს, რომლის გამოც ჩემი თანდასწრებით წყევლა წარმოთქვი. ჩემთანაა ეს ვერცხლი, ჩემი აღებულია. თქვა დედამისმა, დაილოცო სუფლისგან ჩემი შვილი.
დაუბრუნა დედას 1100 ვერცხლი. თქვა დედამისმა, ჩემი ხელით შემიძირავს ეს ვერცხლი უფლისთვის, ჩემი შვილის სახელზე ქანდაკისა და ჩამოსხმული კერპის გასაკეთებლად. აჰა, შენთვის დამიბრუნებია. როცა დაუბრუნა ვერცხლი დედამისს, აიღო დედამისმა 200 ვერცხლი, მიუტანა გადამტნობელს, ქანდაკი და ჩამოსხმული კერპი გააკეთებინა და იდგა ისინი მიქაიეჰოს სახლში. ჰქონდა ამ კაცს მიქას ღვთისსახლი. გააკეთა მან ეფოდი და თერაფიმი, აუვსო ხელი თავის ერთ-ერთ ვაჟს და ჰყავდა იგი მღვდლად. იმ დროს ისრაელს მეფე არ ჰყავდა და ვისაც რა უნდოდა იმას სჩადიოდა. ცხოვრობდა ერთი ყმაწვილი იუდას ბეთლემში, იუდას ტომში. ლევიანი იყო და იქ მდგმურობდა. წავიდა ეს კაცი იუდას ბეთლემიდან, რომ სადმე მდგმურად დამდგარიყო, სადაც მოუხვდებოდა და თავის გზით მიმავალი ეფრემის მთაში მიქას სახლს მოადგა. უთხრა მიქამ, საიდან მოდიხარ? მან მიუგო, ლევიანი ვარ. იუდას ბეთლემიდან დავდივარ, რომ სადმე მდგმურად დავდგე, სადაც მომიხდება. უთხრა მიქამ, დარჩი ჩემთან, გამიხდი მამად და მღვდლად, წლიურად 10 ვერცხლს მოგცემ, შესამოსელს და სარჩოს. მივიდა ლევიანი და გადაწყვიტა ლევიანმა დარჩენილიყო ამ კაცთან და გახდა ყმაწვილი მისთვის, როგორც ერთი შვილთაგანი. აუვსო ხელი მიქამ ლევიანს, გახდა ყმაწვილი კაცი მისი მღვდელი და ცხოვრობდა მიქას სახლში. თქვა მიქამ, ახლა კი ვიცი სიკეთეს მომაგებს უფალი, რადგან ლევიანი მყავს მღვდლად. ფსალმუნი 18 თავი. იმ ხანებში ისრაელს მეფე არ ჰყავდა. იმ ხანებში დანის ტომი თავის წილ ხვდომელს დაეძებდა, რომ იქ დასახლებულიყო, რადგან ჯერ არ ხვდომოდა წილი ისრაელს ტომთა შორის. 5 კაცი გაგზავნეს დანიანებმა თავიანთი ტომიდან, ცორელები და ეშთაოლელები, მაგარი ვაჟკაცები, რომ მხარე დაევლოთ და დაეზვერათ. უთხრეს წადით და მხარე დაზვერეთო. მივიდნენ ეფრემის მთაში მიქას სახლთან და ღამე იქ გაათიეს. მიქას სახლთან ყოფნისას ეცნოთ ყმაწვილი ლევიანის ხმა. შევიდნენ და ჰკითხეს, აქ ვინ მოგიყვანა? აქ რას აკეთებ? რა გინდა აქ? მიუგო, ასე და ასე მომირიგდა მიქა, დამიქირავა და მღვდლად დამიყენა. უთხრეს, ჰკითხე ღმერთს, გვინდა ვიცოდეთ, იღბლიანი იქნება თუ არა ჩვენი გზა, რომელსაც გავდივართ. უთხრა მღვდელმა, შვიდობით ივლით, უფალი გიფარავთ თქვენს გზაზე, რომელსაც ადგახართ. წავიდა ეს 5 კაცი, მივიდა ლაიშში და ნახა, ცხოვრობს იქ ხალხი უზრუნველად, ციდონელთა წესის მიხედვით. წყნარი და უზრუნველი, ქვეყანაზე არავინ აწუხებს, არავინ ებატონება. ციდონელებისგან მოწყვეტილია და არა ხალხთან არა აქვს საქმე. მობრუნდნენ მოძმეებთან, ცორასა და ეშთაოლში. ჰკითხეს მოძმეებმა, რა ამბავი მოგაქვთ? მიუგეს, ავდგეთ და გავილაშქროთ მათზე, რადგან ნახეთ, მათი მხარე და ძალიან კარგი იყო. თქვენ კი არაფერს ღონობთ. ნუღა დაბრკოლდებით, წადით და დაიმკვიდრეთ ის მხარე. მიხვალთ და უზრუნველ ხალხს წააწყდებით. გაშლილი მხარეა და ღმერთს თქვენთვის მოუწია იგი. ისეთი ადგილია არაფერი რომ არ აკლია ქვეყანაზე. გაემართა იქიდან დანის ტომელთა ერთი ნაწილი, ცორელები და ეშთაოლელები, საომრად შეჭურვილი 600 კაცი. წავიდნენ და კირიეთ იეყარიმში იუდაში დაბანაკდნენ, ამიტომ ეძახიან დღემდე იმ ადგილს დანის ბანაკს. იგი კირიეთ იეყარიმის გადაღმაა. იქიდან ეფრემის მთაში ავიდნენ და მიქას სახლს მიადგნენ. იმ 5 კაცმა, ლაიშის მხარე რომ დაზვერა, უთხრა თანამოძმეებს, თუ იცით რომ ერთ-ერთი ამ სახლთაგან არის ეფოდი, თერაფიმი, ქანდაკი და ჩამოსხმული კერპი. ხოდა მოიფიქრეთ როგორ მოვიქცეთ. გაუხვიეს იქით და შევიდნენ ყმაწვილი ლევიანის სახლში, მიქას სახლში და შვიდობით მოიკითხეს. 600 კაცი დანის ტომელი, საომრად შეჭურვილი, ჭიშკართან იდგა. ავიდა ის 5 კაცი მხარე რომ დაზვერა. შევიდა შიგნით, აიღო ქანდაკი, ეფოდი, თერაფიმი და ჩამოსხმული კერპი. მღვდელი ჭიშკართან იდგა, საომრად შეჭურვილი, 600 კაცის გვერდით. მიქას სახლში შევიდნენ ისინი და აიღეს ქანდაკი, ეფოდი, თერაფიმი და ჩამოსხმული კერპი. უთხრა მათ მღვდელმა, რას ჩადიხართ? მიუგეს, გაჩუმდი, პირზე ხელი აიფარე და წამოყვევი.
გაგვიხდი მამად და მღვდლად. რა გირჩევნია ერთი კაცის მღვდლობა თუ ისრაელის ტომის და მოდგმის მღვდლობა? გაუხარდა მღვდელს, აიღო ეფოდი, თერაფიმი, ქანდაკი და გაჰყვა ხალხს. გაბრუნდნენ ისინი და გზას გაუდგნენ. ქალები და ბავშვები, საქონელი და ტვირთი წინ გაუშვეს. გამოცილებულები იყვნენ მიქას სახლს, რომ შეიყარნენ მიქას კარის მეზობლები და უკან გამოუდგნენ დანიანებს. მიჰყვიროდნენ დანიანებს, მოიხედეს დანიანებმა და უთხრეს მიქას, რა მოგივიდა, რა გაყვირებს? უთხრა, მომტაცეთ ჩემი გაკეთებული ღმერთები, ჩემი მღვდელი და წახვედით. სხვა რაღა უნდა მომხდარიყო, როგორღა მეუბნებით რა მოგივიდაო. დანიანებმა უთხრეს, აღარ გავიგონოთ შენი ხმა, თორემ გამწარდება ზოგიერთი ჩვენგანი, გამოგენთებათ და დაღუპავ შენს თავსაც და შენიანებსაც. წავიდნენ დანიანები თავიანთი გზით. დაინახა მიქამ, რომ მასზე ძლიერები იყვნენ ისინი. გატრიალდა და შინ დაბრუნდა. წაიღეს მიქას ნაკეთობანი და მისი მღვდელიც თან წაიყვანეს. დაეცნენ ლაიში წყნარ და უზრუნელ ხალხს. მახვილით მოსრეს და ცეცხლს მისცეს ქალაქი. არავინ აღმოჩნდა მისი მშველელი, რადგან ციდონისგან შორს იყო და არა ხალხთან, არ ჰქონდა საქმე. ეს ქალაქი ვაკეზე მდებარეობდა, ბეთრეხობის ახლოს. ხელახლა ააშენეს ქალაქი, დასახლდნენ მასში. თავიანთი მამის, დანის, ისრაელის ძის სახელობაზე უწოდეს დანი. მანამდე კი ქალაქს ლაიში ერქვა. დაიდგეს ქანდაკი დანიანებმა. იმ ხარის გადასახლებამდე დანის ტომელთა მღვდლები იყვნენ იონათანი, ძე გერშომისა, მენაშის ძისა, თავად იგი და მისი შთამომავლები. ედგათ მიქას გაკეთებული ქანდაკი მთელი ის ხანი, სანამ ღვთის სახლი სილუამში იყო. ძალიან ძლიერი თავებია ეგ, რომ იცოდეთ თანამედროვე იმით, რომ გავიაზროთ. ნახეთ მღვდელი წამოიყვანეს ერთი ოჯახის მღვდელი კერპებით, წამოიყვანეს ამებმა დანის ტომათლენ და ნახეთ თლიანად ეს ეწინააღმდეგები ახლა იმას, რაც ახლა მიგეტყვი, წავიკითხოთ ახლა ეს ორი მუხლი, მესამე მეოთხე თავი, გამოსვლის წიგნი მე-20 თავი. გამოსვლა, გადადი, გამოსვლა 20, 3, 4. გამოსვლა 20, 3, 4 მუხლები. არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემს გარდა. არ გააკეთო კერპები და არც რაიმე ხატი იმისა, რაც მაღლაცაშია, რაც დაბლა მიწაზეა, რაც წყალშია მიწის ქვემოთ. ხედავთ როგორ არის დარღვეული რაც წავიკითხეთ ჩვენ და რამდენი დროა გასული. გააგრძელე მე-19. ფსალმუნი 19 თავი. იმ ხანებში, როცა ისრაელს მეფე არ ჰყავდა, ერთი ლევიანი მდგმურობდა ეფრემის მთის კალთაზე. ხარჯა მოიყვანა ცოლად იუდას ბეთლემიდან. გაშორდა მას ხარჯა, მამის სახლში წავიდა, იუდას ბეთლემში და 4 თვე იქ იყო. ადგა მისი ქმარი და ჩააკითხა, რომ შემოერიგებინა და შინ დაებრუნებინა. მსახური ბიჭი და 2 ვირი ახლდა თან. ხარჯამ იგი მამის სახლში შეიწვია. დაინახა ის ყმაწვილი ქალის მამამ და გახარებული შეეგება. არ გაუშვა იგი სიმამრმა, ყმაწვილი ქალის მამამ და დარჩა იქ კაცი 3 დღე. ჭამდნენ, სვამდნენ და იქვე ათევდნენ ღამეს. მე-4 დღეს დილა ადრიანად ადგნენ. ადგა კაციც შინ წასასვლელად. უთხრა ყმაწვილი ქალის მამამ თავის სიძეს. ჯერ პური გაკეხე, დანაყრდი და მერე წადი. დასხდნენ ერთად ორივენი, ჭამეს და სვეს. უთხრა კაცს ყმაწვილი ქალის მამამ, დარჩია მაღამ და მოილხინოს შენმა გულმა. ადგა წასასვლელად, მაგრამ არ მოეშვა სიმამრი და იმ ღამითაც დარჩა კაცი. მე-5 დღეს დილა ადრიან ადგა წასასვლელად. უთხრა ყმაწვილი ქალის მამამ, ჯერ დანაყრდეთ, შეიცადეთ, ვიდრე დღე გადაიხრებოდეს. ჭამეს, ორთავემ და სვეს. ადგა კაცი, რომ შინ წასულიყო თავის ხარჯასთან და მსახურ ბიჭთან ერთად. უთხრა სიმამრმა, ყმაწვილი ქალის მამამ, აჰა, დღე საღამოსკენ გადაიხარა. ამაღამაც დარჩით, დამდეთ ხათრი. დღე სადაცაა მიილევა, ეს ღამეც აქ გაითიე და მოილხინოს შენმა გულმა. დილით ადრიანად გაუდგებით გზას და მიხვალთ შინ. მაგრამ კაცმა აღარ ისურვა ღამით დარჩენა. ადგა და წავიდა. იარა იებუსამდე, ახლა რომ იერუსალიმია. მიყავდა წყვილი, კეხდადგმული ვირი და თავისი ხარჯა. იებუსს რომ მიადგნენ, კარგა შესაღამოვებული იყო. უთხრა მსახურმა ბიჭმა თავის ბატონს.
შევიდეთ იებუსეველთა ქალაქში და ღამე მან გავათიოთ. უთხრა ბატონმა, არა, ნუ შევალთ უცხო ქალაქში, სადაც ისრაელიანები არ სახლობენ. გიბყამდე მივიდეთ. უთხრა თავის მსახურბიჭს, რომელიმე სხვა ადგილამდე მივიდეთ. გიბყაში, ან რამაში გავათიოთ ღამე. განაგრძეს გზა, იარეს და ბენიამინის გიბყის მახლობლად დაუღამდათ. გაუხვიეს, რომ გიბყაში შესულიყვნენ და ღამე იქ გაეთიათ. მივიდა და ქალაქის მოედანზე დაჯდა, მაგრამ არავინ შეიპატიჟა შინ ღამის გასათევად. ერთი ბერიკაცი საღამო ხანს ბრუნდება სამუშაოდან, ყანიდან. ეფრემის მთაში იყო დაბადებული და გიბყაში ცხოვრობდა. იმ ადგილის მკვიდრნი კი ბენიამინიანები იყვნენ. გაიხედა და ქალაქის მოედანზე მგზავრი დაინახა. ჰკითხა ბერიკაცმა, საიდან მოსულ ხარ და საით მიდიხარ? მან მიუგო, იუდას ბეთლემიდან ეფრემის მთაში მივდივართ. იქაურნი ვართ. სტუმრად ვიყავი იუდას ბეთლემში. ახლა კი უფლის სახლისკენ მიდევს გზა, მაგრამ არავინ შემიპატეჟა შინ. ჩალაც გვაქვს და საჭმელიც ჩვენი სახედრებისთვის. აგრეთვე პურღვინო ჩემთვისაც და ამ შენი მხევლისთვისაც და ამ მსახური ბიჭისთვისაც, რომელიც შენს მორჩილთ გვახლავს. არაფერი გჭირდება. ბერიკაცმა უთხრა, შვიდობა შენდა. ჩემზე იყოს, რაც გჭირდება. ოღონ ქუჩაში ნუ გაათევ ღამეს. შინ შეიყვანა და სახედრებს საკვები დაუღარა. მათ კი ფეხი დაიბანეს, ჭამეს და სვეს. როცა გუნებაზე მოვიდნენ, ქალაქის მცხოვრებნი, გარყვნილი ხალხი გარს შემოერტყნენ სახლს. კარზე აბრახუნებდნენ და ეუბნებოდნენ ბერიკაცს, სახლის პატრონს. გამოგვიყვანე შენ სახლში რომ კაცია მოსული, უნდა შევიცნოთო. გავიდა მათთან სახლის პატრონი და უთხრა, არა ძმებო, ნუ ჩაიდენთ ბოროტებას. ეს კაცი ჩემს სახლში სტუმრად შემოვიდა, ნუ ჩაიდენთ ამოზნეობას. გასათხოვარი ქალი მყავს შინ, ამ კაცსაც ხარჯა ახლავს, გამოგიყვანთ, დაიმორჩილეთ და უყავით, რაც გენებოთ. ამ კაცთან ნუ ჩაიდენთ ამოზნეობას. მაგრამ მათ მისი გაგონებაც არ უნდოდათ. მაშინ ადგა კაცი და გამოუყვანა ქუჩაში თავისი ხარჯა. შეიცნეს იგი, მთელი ღამე დილამდე აუპატიურებდნენ მას და ცის კარზე გაუშვეს. წამოვიდა ქალი დილით და ეცა იმ კაცის სახლის კართან, ვისთანაც მისი პატრონი იდგა და დილამდე ეგდო. ადგა დილით მისი პატრონი, გააღო სახლის კარი, გამოვიდა, რომ გზას გასდგომოდა და კართან მისი ხარჯა აგდია. ზღურბლზე ხელებ დაყრილი. უთხრა, ადექი წავიდეთო, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. გადაჰკიდა სახედარს, ადგა და შინ წავიდა. შინ რომ მივიდა, აიღო თავისი ხარჯა, 12 ნაწილად 100 დაჭრა და დაგზავნა ისრაელის ყველა კუთხეში. ყოველი ამის მნახველი ამბობდა, მსგავსი არაფერი მომხდარა და არაფერი ნახულა ისრაელში იმ დღიდან მოკიდებული, რაც ისრაელიანები ეგვიპტიდან გამოვიდნენ დღევანდელ დღემდეო. ჩაუკვირდით, ითათ პირეთ და თქვით. ფსადიულნი, თავი მეოცე. გამოვიდა მთელი ისრაელობა და შეიკრიბა საზოგადოება, როგორც ერთი კაცი. დანიდან ბეერშებამდე და გალაადის ქვეყანა უფლის წინაშე მიცბაში. გაემზადნენ მთელი ერის თავკაცები და ისრაელის ყოველი ტომი საღვთო ერის შესაკრებელში. 400 კაცი მახველის ამღები. შეიტყვეს ბენიამინიანებმა ისრაელიანთა მისვლა მიცბაში. თქვეს ისრაელიანებმა, გითხარით როგორ მოხდა ეს ბოროტება? უთხრა პასუხად ლევიანმა, მოკლული ქალის ქმარმა. ღამის გასათევად მივედი ბენიამინის გიბყაში, ჩემს ხარჯასთან ერთად. აღდგნენ გიბყელები ჩემზე, გარს შემოერტყნენ სახლს, საცა მევიდექი და მოკლას მიპირებდნენ. ხარჯა გამიუპატიურეს და მოკვდა იგი. წამოვასვენე ჩემი ხარჯა, 100 დავჯერი და ისრაელის ყველა წილხვედრ მხარეს დავაგზავნე, რადგან ურჯულო და სამარცხვინო საქმე მოახდინეს ისრაელში. ყველა მთელმა ისრაელობამ განიხილოს და აქვე გადაწყვიტოს ეს საქმე. ერთი კაცივით აღდგა მთელი ერი და თქვა, არც ერთი ჩვენთაგანი არ წავიდეს თავის კარავში, არავინ დაბრუნდეს შინ. რა უნდა ვუყოთ დღეს გიბყას, წილისყრით უნდა გავილაშქროთ მასზე. ისრაელის თითოეულ ტომში 100-დან 10 კაცი შევარჩიოთ, 1000-დან 100.
10,000-დან 1000 და საგზალი მოვატანინოთ მათთვის, ვინც ბენიამინის გიბყაზე გაილაშქრებს, რათა დასაჯოს იგი სამარცხვინო საქმის გამო, რომელიც მოახდინა ისრაელში. ერთი კაცივით ერთპირად შეიგრიბა ქალაქის წინააღმდეგ ყველა ისრაელიანი. გაგზავნეს კაცები ისრაელის ტომებმა ბენიამინის მთელ ტომში და შეუთვალეს, ეს რა ბოროტება მომხდარა თქვენში. ახლა მოგვეცით ის წამხდარი ხალხი გიბყაში რომ გყავთ. სიკვდილით დავშით მათ და აღმოვხრავთ ბოროტებას ისრაელიდან. მაგრამ ბენიამინიანებმა არ შეისმინეს თავიანთ მოძმეთა ისრაელიანთა სიტყვა. გიბყაში შეიგრიბდნენ ბენიამინელები, თავთავიანთი ქალაქებიდან, რათა ომი გაემართათ ისრაელიანებისთვის. აღირიცხა იმ დღეს ქალაქებიდან შემოკრებილი ბენიამინიანები, 26,000 კაცი მახვილის ამღები. მათ გარდა გიბყელთაგან 700 რჩეული ვაჟკაცი აღირიცხა. მთელი ამ ხალხიდან 700 რჩეული ვაჟკაცი ცაცია იყო. თითოეულ მათგანს ბეწვისთვის რომ ესროლა, შურდული თქვა არა უცდებოდა. ისრაელიანები ბენიამინიანთა გამოკლებით 400,000 კაცი აღირიცხა, მახვილის ამღები. ყოველი მათგანი მეომარი იყო. ადგნენ და მივიდნენ ღვთისძალში. ჰკითხეს ღმერთს ისრაელიანებმა, რომელი ჩვენგანი გავიდეს პირველი ბენიამინიანებთან საომრად? უთხრა უფალმა, პირველი იუდა გავიდეს. დილით ადგნენ ისრაელიანები და გიბყის მახლობლად დაბანაკდნენ. გამოვიდნენ ისრაელიანები ბენიამინიანებთან საომრად. დადგნენ საბრძოლოდ წყობით გიბყის ახლოს. გამოვიდნენ ბენიამინიანები გიბყიდან და გაანადგურეს 22,000 ისრაელიანი იმ დღეს. მაგრამ ხნეობა მოიკრიბა ისრაელის ერმა და კვლავ დადგა საბრძოლოდ წყობით იმ ადგილას, სადაც წინადღით იდგა. წავიდნენ ისრაელიანები, საღამომდე ტიროდნენ უფლის წინაშე და ეკითხებოდნენ უფალს, ისევ გავიდე ჩემს ძმასთან ბენიამინთან საბრძოლველად? უფალმა უპასუხა, გაილაშქრეთ მასზე. კვლავ შემოადგნენ ისრაელიანები ბენიამინიანებს მეორე დღეს. გამოვიდა მათ წინააღმდეგ ბენიამინი გიბყიდან მეორე დღეს და კვლავ გაანადგურა ისრაელიანები 18,000 კაცი მახვილის ამღები. გაემართა მაშინ მთელი ისრაელიანობა, მთელი ერი, მივიდა ბეთლემში და შესტიროდა უფალს. იჯდა და საღამომდე მარხულობდა. აღსავლენ და სამადლობელ მსხვერპლს სწირავდა უფალს. ჰკითხეს ისრაელიანებმა უფალს, იმ ხანებში ღვთის აღთქმის კიდობანი იქ ესვენა. და ფინხასი, ძე ელეაზარისა, აარონის ძისა, იყო მის წინამდგომლად. ისევ გავიდე ჩემს ძმასთან ბენიამინთან საბრძოლველად? უთხრა უფალმა, გაილაშქრეთ, რადგან ხვალ ხელში ჩაგაგდებინებთ მას. ჩასაფრდა ისრაელი გიბყის ირგვლივ. გაილაშქრეს ისრაელიანებმა ბენიამინიანებზე მესამე დღეს და წინანდებურად საბრძოლო წყობით განლაგდნენ გიბყის წინ. გამოვიდნენ ბენიამინიანები ერის წინააღმდეგ და შორს გასცდნენ ქალაქს. იწყეს უწინდებურად ხალხის ხოცვა გზებზე, რომელთაგან ერთი ბეთლემში მიდის, მეორე კი გიბყაში, ყანებზე და 30-მდე ისრაელიანი დახოცეს. თქვეს ბენიამინიანებმა, უწინდებურად ეცემიან ჩვენს წინაშე. ისრაელიანებმა კი თქვეს, უკუვიქცეთ მათგან და ქალაქიდან გზებზე გავიტყუოთ. ადგნენ ისრაელიანები თავთავიანთი ადგილებიდან და ბაალ თამარში განლაგდნენ. ჩასაფრებული ისრაელიანებიც გამოვიდნენ თავთავიანთ ადგილებიდან გიბყის ველზე. მიადგა გიბყას მთელი ისრაელის 10,000 რჩეული ვაჟკაცი და სასტიკი ბრძოლა გაიმართა. მაგრამ ბენიამინიანებმა არ იცოდნენ, რომ უბედურება ელოდათ. დაამარცხა უფალმა ბენიამინი ისრაელიანთა წინაშე და იმ დღეს ისრაელიანებმა 25,100 კაცი გაანადგურეს ბენიამინიანთაგან, მახვილის ამღები. დაინახეს ბენიამინიანებმა, რომ დამარცხდნენ. ისრაელიანებმა ადგილი უტიეს ბენიამინიანებს, რადგან ჩასაფრებულთა იმედი ჰქონდათ, მათი, ვინც გიბყის ახლოს ჩაასაფრეს. ჩასაფრებულები გაეჩქარნენ გიბყისკენ. შეიჭრნენ და მახვილით მოსრეს მთელი ქალაქი. ისრაელიანებს ნიშანი ჰქონდათ ჩასაფრებულებთან დათქმული. ქალაქზე ავარდნილი დიდი კვამლი. დაიხიეს ბრძოლის ველიდან ისრაელიანებმა. ბენიამინი კი მუსრს ავლებდა ისრაელიანებს. გაწყვიტა 30-მდე კაცი. თქვა, ისევ ეცემიან ჩვენს წინაშე, როგორც ამას წინდელი ბრძოლის დროს.
და სწორედ მაშინ აღიმართა ქალაქზე კვამლის სვეტი. მოიხედა ბენიამინმა და აჰა, ცაში მიდის მთელი ქალაქი. გამობრუნდნენ ისრაელიანები. ბენიამინი კი შედრკა, რადგან დაინახა, რომ უბედურება დაატყდა. გაექცნენ ისრაელიანებს უდაბნოს გზაზე, მაგრამ ლაშქარი ბრძოლით მისდევდა მათ და ქალაქებიდან გამოსულებს ხოცავდნენ გზადაგზა. შემოეჯარნენ ბენიამინს, მან უხამდეს დიეს და ჟლიტეს გიბყამდე, აღმოსავლეთით. დაეცა ბენიამინიანთაგან 18,000 კაცი, მაგარი ვაჟკაცები. გადარჩენილნი მიუბრუნდნენ და უდაბნოსკენ, რიმონის კლდისკენ გაიქცნენ. გზადაგზა კიდევ 5,000 კაცი დახოცეს ისრაელიანებმა. გიდომამდეს დიეს და კიდევ 2,000 კაცი დახოცეს. მთლიანად კი იმ დღეს 25,000 ბენიამინი დაეცა, მახვილი სამღები. ყველა მათგანი მაგარი ვაჟკაცი იყო. გადარჩენილი 600 კაცი გაბრუნდა და უდაბნოში რიმონის კლდისკენ გაიქცა და იყვნენ იქ რიმონის კლდეებში 4 თვე. კვლავ მიუბრუნდნენ ისრაელიანები ბენიამინიანებს და მახვილით მოსრეს ქალაქში მყოფი ხალხიც და პირუტყვიც. ყველაფერი რაც იქ დახვდათ და ყველა ქალაქი რაც კი იყო ცეცხლს მისცეს. მსაჯულთა 21 თავი. პიცი დადეს ისრაელიანებმა მიცფაში და თქვეს, არც ერთმა ჩვენთაგანმა არ მიათხოვოს თავისი ასული ბენიამინიანს. მივიდა ხალხი ბეთლემში, საღამომდე ისხდნენ იქ ღვთის წინაშე, მაღალი ხმით მოთქვამდნენ და წარედ ტიროდნენ. ამბობდნენ, უფალო ისრაელის ღმერთო, რად მოხდა ისეთი რამ ისრაელში, რომ დღეს მთელი ერთი შტო გამოაკლდა ისრაელს. მეორე დღეს დილა ადრეან ადგა ის ხალხი, ააგო ის სამსხვერპლო და ახსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი მიიტანა. თქვეს ისრაელიანებმა, ვინც არ მოვა შესაკრებელში უფლის წინაშე ისრაელის შტოთაგან, რადგან დიდი წყევლა ჰქონდათ წარმოთქმული. სიკვდილით უნდა დასჯილიყო, ვინც არ გამოცხადდებოდა უფლის წინაშე მიცბაში. შეებრალათ ისრაელიანებს ბენიამინი, თავიანთი ძმა და თქვეს, მთელი ერთი შტო მოიკვეთა დღეს ისრაელიდან. რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ დანარჩენებთან ცოლების თაობაზე? აკი უფალი დავიფიცეთ, რომ ჩვენს ასულებს არ გავათხოვებთო მათზე. თქვეს, ვინმე ხომ არ დარჩა მოუსულელი ისრაელის შტოთაგან უფლის წინაშე მიცბაში. აჰა, თურმე არავინ იყო მოსული გალაადის იაბეშიდან, უფლის წინაშე ბანაკში, შესაკრებელში. შეამოწმეს ხალხი და აჰა, არავინ იყო იქ გალაადის იაბეშიდან. გააგზავნა მათთან საზოგადოებამ 12,000 კაცი, მაგარი ვაჟკაცები. უბრძანა, წადით და დედაწულიანად მახვილით მოსრეთ გალაადის იაბეშის მკვიდრნი. ასე ქენით, ყოველი მამაკაცი და მამაკაცთან ნაწოლი ყოველი ქალი მოკალით. ნახეს გალაადის მკვიდრთა შორის მამაკაცის საწოლის უნახავი 400 ქალწული და მიიყვანეს ბანაკში, სილოამში, რომელიც ქანაანის მხარეშია. კაცები დაგზავნა მთელმა საზოგადოებამ, რომ მოლაპარაკებოდა რიმონის კლდეში მყოფ ბენიამინიანებს და ზავი გამოეცხადებინათ მათთვის. დაბრუნდნენ მაშინ ბენიამინიანები და მისცეს ისრაელიანებმა ქალები, რომლებიც ცოცხალი დატოვეს გალაადის იაბეშის ქალთაგან. მაგრამ არ შეხვდა ყველას. ნანობდა ხალხი ბენიამინის გამო, რომ დაანაკლისა უფალმა ისრაელი. თქვეს საზოგადოების უხუცესებმა, როგორ მოვიქცეთ დარჩენილებთან ცოლების თაობაზე, რადგან ქალები ამოუწყდნენ ბენიამინს. თქვეს, მემკვიდრეობა მიეცეს დარჩენილ ბენიამინიანებს, რომ შტო არ გაქრეს ისრაელიდან. მაგრამ ჩვენს ასულებს ვერ მივათხოვებდი, რადგან ფიცი დასდეს ისრაელიანებმა და თქვეს, წეული იყოს, ვინც ქალი მისცეს ბენიამინს. თქვეს, აჰა, ყოველ წელიწად საუფლო დღესასწაული იმართება სილოამში, რომელიც ბეთელის ჩრდილოეთით, ბეთელ შექემის გზით აღმოსავლეთით და ლებონის სამხრეთით მდებარეობს. უბრძანეს ბენიამინიანებს, წადით და ვენახებში ჩასაფრდით. თვალი გეჭიროთ და როცა საფერხულოდ გამოვლენ სილოამელი ქალიშვილები, თქვენც გამოდით, თითოეულმა თითოს საცოლე გაიტაცეთ სილოამელ ქალიშვილთაგან და დაბრუნდით ბენიამინის მხარეში. როცა მათი მამები ან ძმები საჩივლელად მოვლენ ჩვენთან, ჩვენ ვეტყვით, მიუტევეთ, რადგან ძალით წაიყვანეს ქალები, როგორც ომის დროს ხდება. ნებით რომ მოგეცათ, დამნაშავენი იქნებოდით.
ბენიამინიანები ასეც მოიქცნენ. თითოეულმა თითო საცოლე გაიტაცა მეფერხულეთაგან და ითხოვეს. მერე წავიდნენ და დაბრუნდნენ თავიანთ წილხვდომილში. ააშენეს ქალაქები და ცხოვრობდნენ შიგ. მაშინ წავით წამოვიდნენ იქიდან ისრაელიანები. თითოეული თავის შტოში და საგვარეულოში. ყველა თავის წილხვედრში დაბრუნდა იქიდან. იმ დროს მეფე არ აჰყავდა ისრაელს, ვისაც როგორ უნდოდა, ისე იქცეოდა. კითხვის პროცესში შეიძლება ისე არ აღიქვა ხო სიუჟეტი და გაგიჭიდეს მოყოლა, მაგრამ მე აქცენტურად თანამემდებულად როგორია სამივე ფაზა წარმოჩენილი მანდა, როცა რწმენას ესე იგი ადამიანი უარყოფს ან ცვლის წარმართული რწმენით, იწყება მორალური დეგრადაცია და მაგას მოყვება ის პოლიტიკური ანარქია, რომელიც ბოლო თავში წაიკითხეთ. ეს არის საყოველთაო უნივერსალური ყველა სახელმწიფოსთვის ასეთი სიტყვები, რომლებმაც უნდა დააფიქროს ადამიანი და დღეს მსოფლიოში ყველა სახელმწიფოში ეგ პრობლემაა სხვადასხვა მასშტაბებით. ხომ მთლიანად, აი რატომ არის ეს დავიწიგნე. აქ თუ იმას კითხულობ თქვენ რომ ისრაელი და ძალიან ცდებით ეს ხომ აგერ წერია რომ სახეები არის ჩვენ ჭუის დასარიგებლად სასწავლებლად სიმართლეში ხომ ეს ამბავი მოთხრობილი არის ღმერთის მიერ, როცა ერთ კონკრეტულ ისტორიულ გარემოში ისტორიულ პერსონაჟებს, ნამდვილ რეალ პერსონაჟებს რა შეემთხვათ, როცა დაშორდნენ ღმერთის რწმენას და ნახეთ რას აკეთებენ კაცო, საკუთრად ყავთ მკვლები. სახლიდან ხო წამოიყვანეს, მე იქ წაიყვანეს, კერპები დადგეს, იქ დადგეს და სულეთ დაავიწყდათ ხომ, რაც ითქვა მათი წინაპრების მე. ნახეთ, არავინ არაფერს არ სწავლობს, როცა ისტორია დადის უკვე ადამიანთა გადმოცემების მსგავსად და არა ღმერთის მსგავსად, ქვეყანა ირევა. ეს ისტორია ნამდვილი ღმერთის ისტორია არის. ამებმაც დაივიწყეს, იცი? დაივიწყეს რა დაუბარა ღმერთმა და ეს ლევიტელების როლი რა იყო? საღვთო წერილის გაცნობა მოსახლეობისათვის. საღვთო წერილის, აი რაც იყო, ესე იგი მოსეს 5 წიგნეული. მოსეს სახეს რო გვიშედება და ეს უნდა აღეზრდათ. ნახეთ რას აკეთებს ლევიტელი, მიეყიდა ერთ ოჯახს, იმ ოჯახიდან წაართვეს ეს მღვდელიც. ახლა წაიყვანეს, მე მისთვის სასურველი რაღაცებს ეუბნება. წავიდეთ, გასაკი, წავიდეთ მემასაუქრა და ერთმანეთს დაერია. აი ეს ოჯახი, ეს ხო ერთი იაკობის ოჯახის შვილები არიან, მათი შთამომავლები არიან და ვაი სირცხვილი რომ მოსეს შვილი არის კერთაყვანისეული მღვდელი გამიგეთ ლევიანი არ იყო მოსეც ლევიდან აი ეს ლევი მოგიხსენებათ იაკობის შვილია აი რატომ არის წარმოსაჩენი მთელი ბიბლია რო იცოდეს კაცმა და როცა ეს თქვენ არიცით და მარტო ახალი აღთქმის რომელღაც ფრაგმენტს გიგანაძე გიკითხავთ თქვენ ვერაფერს ვერ გაიგებთ სად არის სიმართლე და სად არის ტყუილი ამიტომ არის კარგი რომ უკვე წავიდა ის დრო როცა ღმერთი კარავის სახით მკვიდრობდა ისრაელში. ხო, ეგ პროექტი მისი შექმნილი არის, როცა მოსეს გამოსვლის წიგნში დეტალურად აწვდის, აი კარავში სად როგორი უნდა იყოს, იქ ვთქვათ, განსაბანი ის არის რაღაცა, ხო, ჭურჭელი, ასევე არის შესაწირი, ასევე არის წმინდათა ადგილი. წელიწადში ერთხელ მღვდელმთავარი უნდა შესულიყო და იქ იყო ღვთის კიდობანი და აი ეს ღმერთის დიდება სწორედ ამ ქერუბიმების თავზე იყო. ესე იგი ეს იყო ადგილი შესახვედრი ერისა, ადამიანისა, ხალხს არ შეიძლება იქ შესვლა და ეს ცოდვები უნდა მიეტანათ განსაწმენდელი და მკვიდრობდა ხალხში. წარმოიდგინეთ რა დონეზე დაეცნენ და ეხლა საჭირო კი აღარ არის ტაძარი და მღვდელი. ეხლა თითეული ადამიანი არის გაწმინდავებული და თვითონ არის მღვდელი. ესე იგი გაწმენდილი და წმენდავს თავისი ოჯახის წევრებს. როგორ წმინდავს? სიტყვით. ღვთის სიტყვაც ასწავლის. ესე იგი ტაძარი ჩვენი სხეული არის, მას მე როცა სული წმინდა შემოვიდა აქ. მანამდე არ შეიძლებოდა. აქედან მნიშვნელობა აღარ აქვს იმას, რასაც დღეს ნახეთ, სახელმწიფო რელიგია აფინანსებს, მიისაკუთრა. საქართველოს ხომ ეს აი ქრისტიანობა მიისაკუთრა. ხო გავს ეგ პატარა მასშტაბში მას რაც წაიკითხეთ. აი იმიტომ რამოდენიმეჯერ გულდასმით წაიკითხეთ, გაანალიზეთ. ეს ხო ტესტია. აბა როგორ გინდა გაიგოთ თქვენ ახლა სწორ თაყვანისმებას ეძლევით თუ არა? ამათაც ხო ეგონათ ახლა აქ რა წაიკითხეთ რომ ახლა უნდათ მღვდელი წაიყვანეს, კერპები ააშენეს. თან კიდე როგორ იწყება მე ჩვენებთან.
პული მოპარა დედას, მერე დაუბრუნა, მერე იქიდან კერპები ჩამოახსნა მიქამ. მერე აქ ქართულში სწორად ზუსტად მოაცერატ არ არის თარგმანი არ ვიცი სწორედ ხო იცით რომ ეგ მღვდლის ლევიტელის შესაძნობად შევიდნენ ესე იგი სექსუალური ჟინის დასაკმაყოფილად ჰომოსექსუალიზმია სახელზე. და ის რომ ეუბნება რომ ჩემი მოკლა უნდათო ეს თარგმანი სწორი არ არის. მოკლა კი უნდა შეცნობა უნდა შევიცნო ნიშნავს სექსუალურ კარში დაამყარო და მათ ქალები გადაუყარეს განსაკუთრებით ხარჭად და მთელი ღამე აუპატიურებენ და მოკლეს ხო მეორდება ის რაც სოდომ გომორში იყო ლოტის იმაში ხო ოჯახი რო შეუცვლიდნენ და იქ ანგელოზმა დააბრმავა ეს ხალხი ხედავთ როგორ არის მარგალიტივით არის აწყობილი და თანდათან ესე ისტორიის ბორბალი როგორ ტრიალებს და თანდათან დეგრადაციაში მიდის ერი რომელიც ესე იგი ერთი კაციდან ჩამოყალიბდა აბრაამიდან აღთქმა დაიდო და ამ ისტორიას მიყვებით ჩვენ მთელი 1000 წლის განმავლობაში ვიდრე აქამდე ხომ მოყოლებული 21 საუკუნე ძველი წელთაღრიცხვი ჩამოდივართ სად აი ეს პერიოდი არის მე-13 საუკუნე ძველი წელთაღრიცხვი 1708 წელია გასული აბრაამს რო აღთქმა დაუდო და ვაი სირცხვილო რა დღეში არიან ეს ხალხი და მოსეს შვილი ესე იგი კერპთაყვანისმცემელია რა ესე კარგად ის მემკვიდრეობით ხედავთ ეგა აი რატომ არის როცა არასწორია რწმენა აი ესენი მორწმუნეები არიან ეს უყოლა ნახე ეუბნებიან წავიდეთ საბრძოლველად იქ არა საათ ბიჭო ღმერთი გეტყვის რომ ერთმანეთი დახოცეთო ხო ამათ რაც სიამოვნებს იმას ეუბნება მღვდელი შენ გინდა რომ ისინი დახოცეთ ადით იომეთ გაიგე და დაევრინებენ ერთმანეთს და თითქმის ერთი შტო უკვე განადგურების პირაზეა და მე აზზე მოვიდა ღმერთი ჩაერი ალბათ და აგერ აი აღთქმაც გქონდა დადებული ქალები არ მივათხოვდო და აგერ იტაცებენ შვილის ქალებს ხა რა არეულობა ნახეთ რა პოლიტიკური ანარქია არის მთლიანად ისრაელში ახლა დანის ტომს რატომ მოუვიდა ის რომ საცხოვრებელი სივრცე აღარ ვიწროარი და უნდა რომელიღაცა ის დაიპყროს და გააფართოვოს რაც გააკეთა იმიტომ არ შეასრულა ის უნამინის პერიოდის დროს რომ ღმერთმა რო უთხრა გააფართოვეთ ტერიტორია არა დაკმაყოფილდნენ თვითკმაყოფილებას იმეცე თავი დაანებეს გავიდა 400 წელი გამრავდა და აღარ ყოფნით ის ფართობი ახეთ რა პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ ხო მაგარი წიგნია აი ესეთი საკითხი ქონდათ ეგ მეც აინტერესებს ჩვენს გარდა აქეთ კანონდელებს აქ ქონდათ ადგილი საკითხული არა ხო აბა ეს საიდან უნდა იცოდეთ რა ხდება ნუ კარგი ახლა რამდენიმე რომ შეიძლება ერთმა კაცმა მოგიყვეს ბიბლია მე შეიძლება ყველაფერი მოგიყვეთ მე რო წაიკითხავთ იმის გარკვეულ აქცენტებს და გაანალიზების შემიძლია რომ თეოლოგიურად ესე იგი თეოლოგია რას არის აი ეს ტექსტის დალაგება სისტემატიური სახით ამას ქვია თეოლოგია განა ახალ რამეს კი არ დავწერ დარწმუნებული ხართ რომ წმენაში სწორად იქცევით აი ამათაც ხო ეგონათ წაიკითხეთ ხალხო მანამდე პირველი 16 თავი ხო იცით რა არის 13 მსაჯულის ისტორია ესე იგი სულ არის ეს 21 თავიანი წიგნი ხომ ეს წიგნი მოსდევს ისუნავინს ისუნავინი 24 თავია ისუნავინი ესე იგი გამოდის იმ წიგნიდან უკვე რომ დამთავრდა მეორე ჯულის კანონი მოსე ვერ მიდის და იწყება ქანანის ტერიტორიის აღება და ღმერთი ნახეთ რას აკეთებს პირველ ქალაქს აიღებს ძალიან ესეთ მაღალ დონეზე ღმერთი ანგარებს იმ კედლებს იერიხონის აღება ხო სასწაულად ეს თუ არ გიჯერათ ისე და თუ ამას აკითხულობთ ის თქვენი რწმენა საქართველოში რომ დაწანწალებთ ძალიან ბევრი ქართველი რომ დაწანწალებს და ძალიან ტრაბახობთ თქვენი მართლმადიდებლობით რაში გადგებათ მეთქი ვერაფრით ვერ გავიგე აი სეკულარების გასაგებად რაში გადგებათ ისტორიის აი გუბაზას რაში გადგება ისტორიისოდან დღეს გარდა იმისა რომ რაღაცას დაიზეპირებს და გვიყვება აი რაში გადგება ეგა პრაქტიკაში როგორ გამოიყენებ მაგას რა იომებ ახლა ცხენზე შეჯდები რომელიმე იმას განდევნი მტერს ოკუპირებულია საქართველოს რუსეთის მედი აბა ეომე გუბას მედი ეომე რატომ მინდა ახლა მოგაქვთ დიდგორი და აი დავით აღამაშენებელი ემალ თავის დროზე დაეცა თბილისს და გაათავისუფლა ხო 400 წლიანი ბატონობისაგან ხო არაბების ხელში რო იყო თბილისი ჰე გუბაზას ახლა ხო ისავლეს მე რატო არ ახარ მამაცი გამოგადგება ახლა ისტორიისოდან წარსული გმირების რომელიღაცა გმირები არის რა ვიცი მე მეფეები ვინ აყავთ რა ვიცი გორგასლიდან დაწყებული რამეში გადგებათ გადგებათ რამეში კაცო საქართველოს ისტორია ვერაფრით ვერ გავიგე რა უნდა ამის დასავლას ავიკითხავ და დავიმახსოვრე მე დაგავიწყდება თან ყველა ეს ინფორმაცია უკვე ინტერნეტშია შესული
ამიტომ დაიკარგა ფუნქცია გუბაზის ახლა ზის და ყვება სისულელებს. ინტერნეტში გაცილებით უკეთესი და ძლიერი ინფორმაციებია სხვადასხვა ენაზე. ამის ბოდვები რაში მჭირდება, კაცო? დრო დახარჯო ამ დებილის მოსასმენად? არ ეწერია ყველანაირი ენაზე ვიკიპედია. არის პატივისცემა? არის უფროს უმცროსობა? მთელი ოჯახი ხო დაწანწალებთ მანდა და წმინდა ოჯახით შეგვაწუხეთ. რაში გადგებათ მეთქე ეგა რა? იმიტომ რომ ისეთი რწმენაა მანდ აქვე ვახწერილი ხარ. კერპები, მღვდლები, ბიჭო როგორ დაეცნენ, წარმოიდგინეთ რა. როგორ და ღმერთი მაინც რო არტოებს ამას და თავისი ხალხი ყავს და წამოაყენებს. ლევიტელებმა რო უმტყუნა, მე წარმოიდგინეთ მაგ ვინ წამოაყენა დააკვირდით. ლევიტელებს კი აღარ ელაპარაკება. საჯულები. წინასწარმეტყველები და ესენი ომობენ. შეითავსეს როგორც სამხედრო რაღაცა წინამძღოლობა ასევე რელიგიურიც. ეს ღმერთის მიერ წამოყენებული 13 მსაჯული არის, ერთი ქალი არის. აი ეს ისტორია რატო უნდა წაიკითხოთ, იცით? იმის მერე, ისუნამინის მერე რა დღეს ჩავარდა ისრაელი ერი. ის 20 წელი მიდიოდა ათვისება ტერიტორიის და დაანებეს მერე თავი და ისუნამინის მერე ხელმძღვანელი აღარ ყოლიათ. და რა გზაკვალი აერია ყველას. არ არის სწორი თაყვანიცემა გაჩთა კერპები. და ამას მერე ძალიან ძლიერი გაგრძელება აქვს, როცა სახელმწიფო ორად იყოფა და 10 ნახევარი შტო ჩtildeო სამეფოდ წოდებულა ხა ისრაელი რო ქვია, ხო მოიხსენიებენ სინონიმური ცნებები ისრაელი, იუდა და ასე შემდეგ და ჩtildeოეთი და ისრაელი. ძალიანად თაყვანიცემელია 209 წლის განმავლობაში. და დაკარგა მან 722 წელიწადში სახელმწიფო. და გადმომდივართ აქ სამხრეთისკენ, რომელიც უკვე აღწერილია მეფეთა წიგნების ბოლო მეოთხე თავში, მეოთხე წიგნში. და პარალიპომენის მეორე პარალიპომენის სულეთ ამას აქ დათმობილი. სამხრეთ სამეფოს, იუდას. რატომ ასეთ დიდი ყურადღება? მესია, ხალხნო, მესია, ცოდვის გამომსყიდველი თუ არ მოვიდა, ჩვენი ისტორია ცოდვის ისტორია იქნება და გამოსავალი არ გვექნება. ხო, იესო ქრისტე რომ არ მოსულიყო და ეს ცხოვრება ესე გაგრძელებულიყო ცოდვა დაცემული პერიოდში, ეს ყველა ცოდვაში გარდაცვლილი ხალხი სამუდამოდ ყველა დაშორდებოდა ღმერთს. არავინ აღარ იქნებოდა მასთან. რომ არ მომხდარიყო გამომსყიდვა და გამომსყიდველის მოლოდიში, გამომსყიდველის რწმენით გარდაცვლილი ხალხი. მოყოლებული ადამიანთან. ისინი მესიის მოლოდინის რწმენით გარდაიცვალენ, შესაბამისად დაბრუნდნენ ღმერთთან. აი გიფიქრეთ ამაზე, რომ არ მოსულიყო იესო ქრისტე. ეს აბსურდი იქნებოდა. ვარ ცოდვად დაცემული გან, ყველა ცოდვილი ადამიანები ხონჩოლობთ, ვადგენთ ჩვენ წარმოდგენებს ღმერთზე, აი როგორც მანდარი. იქ ახლა მოვიდეთ თქვენ რაც აიგეთ ეს რწმენის ხალხი იყო. რო კითხეს იმ მღვდელს, მიხასთან რო იყო ლევიტელი. წავიდეთ იმასთან ესო, კი როგორ არა, ახალ თემას გააკეთებ. იმან რაც სიამოვნებდა, ის უთხრა. რა როგორ აგავს ეს თქვენნაირ მღვდლებს, რასაც თქვენ სიამოვნებს, იმ პასუხებს არ გაძლევთ. ღმერთთან ამათ კავშირი აქვთ. ღმერთთან კავშირი ან უშუალო უნდა იყოს. უშუალო, ცოცხალი, როგორც იყო ბიბლიის თანახმად ა ブラ ამთან და ან მისი წერილი. უშუალო კავშირი არცეც არ გაქვთ. წერილი დავიწყებულია და როცა იძახით მორწმუნე ვართ, რა საქმეა თქვენი რწმენა? აი, რო წახვედით ტაძარში, სანთელი რო ანთეთ, ეგ რწმენა არის ხალხო. ხატი რო იყიდე მაღაზიაში, რო გაყიდეს სამღვდელოებამ, თვითონ შეთითხნეს, ფულებს აგროვებენ, სახში რო დაკიდე. ბიჭო, რატო გონია რომ აყვავდება თქვენი ოჯახი? ესე არის გონათ მაგათაც. სატანა ხო დგას მაგის უკან. ამიტომ ბიბლიაში არის ჩვენი ცოდვის ისტორია და ჩვენი ცოდვილი ბუნების გამოსყიდვის ამბავი ისტორია, რომლის ავტორი ღმერთია და ამავე დროს სასიხარულო ის არის, რომ ადამიანს მოეხსნა ასე მძიმე რიტუალები, შესაწირავები, ცხოველების დაკლა, ხუშილება, ხლა იგივე არა. და მთლიანად ღმერთი არის აბსოლუტურად ყველა ადგილზე თქვენთან და ტაძარის სხეული გამოცხადა ტაძარად. და თუ გამოსყიდული არ ხარ, ტაძარი არ არის სხეული. და აი ამას აკეთებს საქართველოს და არ მარტო საქართველოს. თქვენ აშენებთ შენობებს, უწოდებთ რომ ეს არის თითქოს იესო ქრისტეს სხეულის სახე, სიმბოლო და ვინ გითხრათ მე ამდენი ტაძარი აშენეთო? საიდან არის ეს? აი ვინ გითხრათ რომ საქართველოში იყოს 2000-ზე მეტი ტაძარი და 7000 მღვდელი. ვინ გითხრათ ეგა? სადღაცო ქრისტემ ხო გააუქმა ეგა.
აი რატომ ხართ გზაკვალარეული ქართველები, რომლებიც ამახინჯებთ რწმენას, ისევე როგორც ისრაელიერი ამახინჯებს ცოცხალი ღმერთის რწმენას და სურათები. რწმენის გაუკომართებას მოყვება მორალური გადაგვარება და მორალურ გადაგვარებას მოყვება პოლიტიკური ანარქია. ბოლოს თავი პოლიტიკური ანარქია იყო, ერთმანეთს დაემტაკნენ. აირია სიტუაციები. მე ამ პერიოდის ერთ-ერთი ეს არის კიდე ოჯახის ისტორია ამ პერიოდში. ამ წიგნის მე რუთი მოდის ხოხთავიანი. არნაკლებად საინტერესო. და ბოლო თავი, მეოთხე თავის ბოლო მუხლები არის გენეალოგია რა. დავითი იესო საიდან უნდა გამოვიდეს, ხო? მოყაზი, ყობედი, იესე, დავითი. ეს გენეალოგია. რუთი იყო უკვე მოყაზის მეუღლე. რუთი მოაბიტელი. უცნაურია, რომელი მოაბიტიდანაც მოაბიტელი საერთოდ არ უნდა ღვთის სახში არ უნდა დაიმკვიდროს ადგილი და როგორ აღმოჩნდა ეს ქალი ამ გენეალოგიაში? იმიტომ რომ ყველა ადამიანი ცოდვილი არის და ყველას გამომსყიდველია იესო ქრისტე. ეს არ არის ერთი ერის რაღაცა უპირატესობა და ერთი ერისთვის გამომსყიდველი. ხედავთ, დანელელა სატანამ როგორ შეაზიზღა ებრაელები, მე სხვა ხალხს, ასევე ებრაელებს შეაზიზღა ცოცხალი ღმერთი და მთლიანად სამყაროში ვიმყოფებით უღმერთო სამყაროში. გაგიკვირდებათ ახლა რაც ხდება? აი როგორ არის ბომბების ჩვენა ისრაელის ტერიტორიაზე? ისტორია გვასწავლის რაიმე ეს? არა კაცო, ცოტა დაცემული ისტორიას რა აზრი აქვს? რა თმინდა მაგისტრალო როცა ცოდვილი ვარ? აი რა თმინდა ახლა ცოდვის ისტორია შეძრო, როცა მე თვითონ ცოდვილი ვარ იტყვის ადამიანი, რა ჯანდება თმინდა? აი ისტორია ბიბლისა მინდა. თორე ამას ღმერთი მიყვება და მეუბნება რომ ცოდვილი ადამიანი ხარ და კონტროლზე უნდა აიყვანო ეს გარკვეულ დრომდე ქრისტემდე, შენ უნდა მიმითითები ცხოვრობდე რომ დაგვისახა ქრისტეს მოსვლამდე და აი ქრისტეს მოსვლის შემდეგ იმ მითითებებით უნდა ვიცხოვროთ, რომელიც განაწესა იესო ქრისტემ ახალი აღთქმის სახით. ვინმე ცხოვრობს? სამაგრო შექმნეს თავიანთი რელიგიები. აგერ დასავლეთმა თავისი რელიგია სახელმწიფო. საქართველოა და აგერ რაღა ლევიტელი მიხასთან და რაღა სახელმწიფოში ეს გაფართოებული სამღვდელოება. და რაც სახელმწიფოს უნდა იმას აცხადებს ეს სამღვდელოება. თქვენ რაც გაგიხარდებათ, იმას გეუბნებათ, იმ კითხავით, წინა წინ რო იცით რა სიამოვნებთ და ისე რომ გიმკითხავით. ოი შესულდა. აი რა არის რა და ვარსკვლავების რო შეხედავ ჩვენი ბედს თურმე ვარსკვლავები წვეთავს ქმნილებანი. ახლა საქართველოში როგორ არის ყველაფერი გაბატონებული გარდა იესო ქრისტეს სიყვარულისა. აი ასტროლოგია ხო ყოველ კვირას არის თქვენთან გამოდის დეფექტიანი და გეუბნებოთ არის რა დღეში არიან. რამდენი სისულელეებია ხალხო, გაგიჟდებით TikTok-ში, გაგიჟდებით, ნო. აი წარმართობის გამოვლენა საქართველოში რა დონეზეა. მაგას დამეჯერებთ რომ ქვეყანა წარმართობით კითხავს იარსებებს მით უმეტეს ესეთი პატარა ქვეყანა. მაშინ ეს წიგნი იტყვება, მეტყვება ღმერთი არ. ნახეთ რა მაგარი თავებია რა. ამას უნდა გულისყური წაკითხვა გააზრება პარალელებზე დაყრდნობით და უნდა იცოდეთ პიროვნებები, ხო? ტერიტორია რუკა უნდა დადოთ, ნახოთ რომელია ხო არის ისრაელი როგორ არის, ხო ესე არის რა, წაგრძელებული ჩრდილო სამხრეთი სად და თვალსაჩინოებაც აფართოებს ჩვენ ჰორიზონტს ამ საკითხში, შემეცნების საკითხში. აბა თქვენ მორწმუნეთ რო თვლით თავს, რატო იმშვიდებთ თავს? რანაირი წმენა გაქვთ, მე ვერ გავიგე. ხატები მოჭედეთ ეს რაღაცა კედელი. ჯვრები ჩამოიგდეთ რა, ქუდზე ჯვარი გახატვიათ, დროშაზე ჯვარია. ჯვრების ტყე აღმართეთ. აგერ პარლამენტის წინ რაღაცა რკინა დაარჭეთ და რა დიდი მორწმუნე ხართ ამითი? რკინამ უნდა დაგვაჯეროს რომ მორწმუნე ვარ. რკინა მეუნება რომ მე მორწმუნე ვარ. ან თუ რკინას მე ჩამოვიკიდებ, მე აღმიქვამთ როგორც მორწმუნე ადამიანს. აი ეგ არის მანდა კერპთაყვანისმცემლობა ეგ არის. ყველაფერს აღმერთებ თქვენ გარდა სიტყვის რეალობისა, რომელიც ბიბლიაში და ცოცხალ ღმერთს ყველა ისე ექცევა როგორც აგერ ლევიტელები, როგორ გადაგვარდნენ ისე რა. აი რატომ თანდათან რომ ვითარდება ეს და შიგადაშიგ რო უკვე გამოფხიზდება მეფეები, რომელიც მოწოდებულია უკვე ეს მეფეთა წიგნებიდან, სამხრეთ სამეფოში იყო 20 მეფიდან არა უშავდა 10 მაგრამ საუკეთესო 5 იყო. ჩინო სამეფოდან 19 20-დან არც ერთი, აი ყველა წარმართი იყო. და აგერ მოვიდა ქრისტე, მადლობა მას,
ეგი ეს ისტორია საერთოდ ბიბლია ქრისტეს მოსulis ისტორია და ამას როგორ უშლის სატანა ხელს ამას უყურებ და ადამიანები რომელიც სატანისტები არიან და მორწმუნეები არიან. ამათ ისტორიაა ბიბლიაში და ჩვენი ისტორია. მოვიდა იესო წავიკი, აი რატო არის ეს ისტორია კარგი? რაში მჭირდება მე ბიბლია? სწორი წარმოდგენა რწმენაზე, ამის შედეგად მორალურად არ გადაგვარდები და პოლიტიკური ანარქიაც არ მექნება ოჯახში. პატარა გაგები თუ შენ ხომ პოლიტიკოსები ვართ, სახელმწიფო გვაქვს სახში და ოჯახში ანარქია არ მექნება. არ ვიქნებით გადაკიდებული ცოლ-ქმარ-ჩვილები ერთმანეთზე. არ იქნება ძალაუფლებისთვის ბრძოლა. და მე ეს გააფართოვეთ სახელმწიფო დონეზე. სწორი ერთს დამოკიდებულება ღმერთთან და სწორი არის მორალი. მორალი სწორი არის, პოლიტიკური ანარქია გამორიცხულია, პოლიტიკური კეთილშობილება არის და ცხოვრება გვჭირდება ჩვენ. გვჭირდება პოლიტიკა არის მართვის ხელოვნება. ღმერთთან კავშირს რო წვითავთ ჩვენ, ან ღმერთის ადგილზე ჩვენ ცრუ ღმერთს ვათაყვანებთ, მორალი გადაგვარდება საქართველოში. მორალი გადაგვარებული არ არის? აი გადაგვარებული გახსნილი მორალი არ არის? არ არის ესეთი ოჯახები, აი სავსე და სახელმწიფო სათავეში გადაგვარებული მორალი გახსნილი ხალხი არ არის თანამდებობაზე? სამღვდელოებაში არ არიან ჰომოსექსუალისტი მოყოლები? თუ მარტო ის უნდა შეემეცნათ ის თუ ვთქვათ კავშირი დაემყარებინათ იმ ოჯახში იმ კაცს ვინც შევიდა იქ ხო გახსოვთ? ან ლოტის რო შეუვარდნენ აპირებდნენ ხომ შეეცნოთ ის კაცი და ქალიც კი არ უნდათ. არ არის საქართველოში ესეთი მოყოლები? და დიდხანს იქნება ნორმალურად ქვეყანა? მე პოლიტიკური ანარქია არ არის საქართველოში. არ არიან ერთმანეთს რო გადაკიდებულები არიან პარტიები. მანდ-მანდ ხლა ხო არ აიღებენ ქვებს, შურდულებს და ერთმანეთს დაერევიან, ხო? სხვათა შორის რა მაგრა ისროდნენ ქვას შურდულით, იცი? თმის ღერსაც არ ტყამდნენო რა. და წარმოიდგინეთ, ახლა ერთ-ერთი ლიბერალი თეოლოგი რო იძახდა, რა იცი რაო, დავითი ვერ დაამარცხებდა ქვით გოლიათს ერთი ქვითო, ამიტომ ხუთი ქვა იმიტომ წაიღო თუ აცდენ და ერთს მეორეს, აი რა უტვინო უნდა იყოს კაცი? ესე იგი ბიბლიის არ ვწოდნე რომ რა მარტივი ჭეშმარიტება ამ უტვინომ თან ლიბერალი თეოლოგია და ამ სისულელეს იძახის. და ისეც ვერ გაუგია ხუთი ქვა იმიტომ აიღო მან რომ 4 შვილი ყავდა იმას, 4 შვილი და თუ მოკლავდა მამას, ისინიც ხომ შურს იძიებდნენ. და აკი ამ 4 შვილს მე რეკლავს დავითი. ასე რომ დავითმა ერთი ქვით მოკლა გოლიათი, რა ზუსტად უნდა ისრულო შუბლი გაუხრიტო რა ქვით. შურდული რაგატკას რო იძახის რო შურდული ხო იცით? და ხედავთ მემარცხენეები რამე შვიდა რა ზუსტად ისროდნენ შურდულს, რა იარაღი როგორ ხმარობდნენ ამ შურდულს ქვას. რო ქვას რო ჩადე გაისორი ამაზე რო ძლიერი მით შუბში რომ მოკლა გაგიხვრიტავს ამ შუბლს რა. ახლა ჩვენი ლიბერალური მიდგომით თუ ყველა ადგილი ესე გადმოვთარგმნეთ, ამას ქვია გაუკუღმართება რწმენისა და ამას მოყვება მორალური გადაგვარებაც და პოლიტიკური ანარქიაც როგორც სახში, ისე სახელმწიფოში.